Tandazvis ministri David Sergienko ფოთშია ministrმა ქალაქის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ფოთის კლინიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მეტპერსონალმა ministrს არსებული პრობლემები გააცნო, მთავარ პრობლემას კი მათი თქმით ავადმყოფების დაბალი მომართვიანობა წარმოადგენს, რაც გაუმართავ ტექნიკურ აღჭურვილობას უკავშირდება. Ministri ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მუშაობითაც დაინტერესდა. Მოგესალმებით, მე გადაუჭრელის კატეგორიაში ვერცერთ პრობლემას ვერ გადავიტანდი. ეს ყველაფერი რაც აღმოჩენილი არის, შესრულებადი არის, იმიტომ რომ ამ საავადმყოფოს უნდა კონდეს კარგი დატვირთვა, კარგი ხარისხი და უზრუნველყოს კარგი ხარისხის სამედიცინო მოგება. ექიმები, რომლებიც საუბრობდნენ დღეს ამ პრობლემებზე მინისტრთან, ეს არის ძალიან საყურადღებო და ამას ჭირდება ბუნებრივად უსწრაფესად გადაწყვეტა და მთლიანობაში ეს მონოპოლიები, რომელიც შეიქმნა ჯანდაცვის სისტემაში, რომელსაც ებრძვის ჩვენი ხელისუფლება და ახალი მინისტრის ძალიან კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები და დაგეგმილი მე იმედი მაქვს, რომ მოაგვარებს მოკლე დროში ამ პრობლემას.